მამუკა მდინარაძე, როგორც უკვე ცნობილია, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული პოსტის შექმნის მიზნით კი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელსაც დეპუტატები დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონ პროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და ცვლილებების მიღებას სამივე მოსმენით პარლამენტი ხვალ გეგმავს. პროცედურის მიხედვით ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი იქნება მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშნოს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ირაკლი კირცხალიასთან დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების შემდეგ ხალხის ძალამ სტრუქტურული ცვლილებების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მთავრობის სტრუქტურაში მე-15 უწყების სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას ეხება. გუშინ გარკვეული საკითხები კიდევ დარჩა ღია და ამიტომ საჭირო გახდა დღეს დილით კიდევ ერთი შეხვედრა და კომუნიკაცია. კითხვებზე იქნა პასუხები, პასუხებს დაემატა ჩვენი მხრიდან კომპრომისი და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი კითხვები არ ეხებოდა პიროვნებებს, ეს ეხებოდა ამ გადაწყვეტილების საჭიროებას, სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით და ფუნქციურ ასპექტებს. ისე რომ ეს კითხვები იყო პიროვნების მიღმა, უფრო მეტად ეხებოდა ეს სტრუქტურას. ის პასუხები, რაც კარს მიღმა, გარეთ მოვერიდებით ამის გამოტანას, რამე თუ ეს ეხება ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციას და საკითხებს, რომელიც ვფიქრობ, რომ უმეტესი მათგანი ღიად გამოსატანი არ არის. ამ ცვლილებებს არანაირი კავშირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების გადაჭრასთან და საქართველოს უსაფრთხოების საკითხების გადაჭრასთან არ აქვს. ეს არის არაფორმალური მმართველობის მორიგი გამოვლინება. თუ კოორდინაცია არის ასეთი მნიშვნელოვანი, კოორდინაციისთვის სუსის ხელმძღვანელს 6 თვეში არ ხსნია. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმ არასტაბილურ გარემოზე და არაფორმალურ მმართველობაზე, რაც თავარია. ეხლა ადამიანს ერთ დღეში გენერალურმა მიანიჭეს დილით და საღამოს კოორდინატორად დააქვეითეს. ეხლა ამ ადამიანისგან რა მოლოდინები და რა განსაკუთრებული მოლოდინები უნდა შემოგდეს. აი დღეს არის ძალიან საინტერესო მატჩი. ძალიან საინტერესო მატჩი. PSG ეთამაშება მიუნხენის ბაიერნს. ეხლა დღეს რომ გამოაცხადოს მიუნხენის ბაიერნმა, რომ ნოიერის მაგალითად თენგიზ შარმანაშვილი იდგება კარებში. რას ფიქრობთ, ძალიან გააპროტესტებს PSG ამ საკითხს? რა თქმა უნდა არა. რომ აწუხებთ, იმიტომაც არიან ასე გამონთებულები, რომ იციან რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება, იმიტომ არიან ასეთ ხასიათზე თორემ. თუ შეცდომას უშვებთ, თუ ისეთი ადამიანი მოყავს, რომელიც ამას ვერ შეძლებს, თუ ისეთი ადამიანი, ისეთი თანამდებობა შევქმნით, რომელიც არაფერს არ ნიშნავს, რა ადარდეთ?